გეომეტრია, აფრიკული შტრიხები, ტრადიციული პორტუგალიური დიზაინი. დიდი ხანია ბრაზილია ოცნებობდა, რომ მათ ქვეყანაში იმას პინძლების შესუფლება მათ მოიპოვეს სარეკორდო რაოდენობის ოქროს მეტლი იასპარეზებს რიოს ოლიმპიადაზე 40 ქართველი სპორტსმენი. გამოვა ჩვენ ხვალიდან რეპორტაჟების წინ მინდა ოლიმპიურ ცენტრს ეს ყველაზე დიდი ინტრიგა ხოლმე გახდეს ის ტრიბუნებში. ეს გახდეს ვიდეოა. ეს გახდეს ცერემონიის ორი კვირის განმავლობაში კაცა რაგბის. Aquele lá passou aí, Géorgie. საქართველოს მონაწილე სპორტის 12 სახეობაში. გადავწვეს უდოცნევ შვილიშვილის უკან ჩვენი ლეგენდარული მოსალკოძეც გამოჩნდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმით, რომ ჩვენი სპორტსმენები არაერთხელ გაგვახარებენ რიოს ოლიმპიადის მფლობელობისას. 2016 წლის 5 აგვისტო. ეს არის თარიღი, რომელსაც მოუთმენლად ელოდა 4 წელი კაცობრიობა და ეს იხსნება. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ რია ეკრანზე აქ ფან-კლუბში. ფან-კლუბი შეიქმნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მეცადინეობით, აჭარის ოლიმპიური კომიტეტის თანადგომით და ფიქრობთ, რომ ბევრ სასიამოვნო წუთს განვიცდით აქ მომავალში და ამას მოუთმენლად ელოდება დეველოპერული კომპანია სვეტი, რომ დაარიგოს ის საჩუქრები, რაც მეტი იქნება медали, რაც მეტი იქნება ოქროს медалოსანი, მეტი გასავალი იქნება ამ კომპანიას, რომელიც არ გაურბის. რას უსურვებთ ჩვენს ოლიმპიელებს უსურვებ, რაც შეიძლება მეტი ოქროს ვერცხლის ბრინჯაოს, მაგრამ უფრო მეტად ოქროს ჩამოტანას უსურვებ და უსურვებ, რომ ისინი იქედან დაბრუნებულიყვნენ ამაყები და კმაყოფილნი. იმითი რა მონაგარიც ექნებათ და მე მინდა მათ უსურვო სპორტული იღბალი და წარმატებები.